მონანიებაში ბედნიერები ვიყავით, რომ მაშინ ძალიან ისეთი ფარული რაღაცა იყო, რომ აი იღებენ იმას და რაღაცას და სიამაყით ვამბობდი, რომ მე მონანიებაში თამაშობ და ვიღებ მონანიებაში. ბატონ რეზო ჩხეიძესთან მეგობრობდით და მაშინ რეზო იყო ქართული ფილმის ხელმძღვანელი და მაშინ მაუყვებოდა რა როგორ გავიდა მონანიება, რო იყო სცენარო წაიკითხა ძალიან მოეწონა და ეს რო კინოს უფრო მეტი ცენზურა ქონდაო ვიდრე სატელევიზიო ფილმებს და გაფორმებულია როგორც ტელეფილმი. როგორც სატელევიზიო ფილმი და სატელევიზიო ფილმს იმდენი ყურადღება აღარ ექცეოდა, რომ რაღაცას იღებენ ტელევიზიისთვის და ბოლოს უკვე რო გადაიღეს თან მაშინ აი თვითფრინავის გატაცების ამბავიც იყო, გეგა კობახიძეც იყო იქ თავარ როლში და გეგას კადრები ამოჭრეს და მე ახლიდან გადაიღეს გეგას კადრები უკვე და მერაბნინიძე თამაშობს შესანიშნავად და გეგას ერთი კადრი არის იქიდანაც შემორჩენილი პატარა თუ სწორად მახსოვს კი არა სწორად მახსოვს, მაგრამ რამდენად მართალი არ ვიცი, ფილმებზე ბევრი მითები იქმნება ხოლმე. ასეთი ბრძანება იყო მოსული მოსკოვიდან ამ ფილმის ნახვის შემდეგ, რომ დაიწვას ფირი და დახვრიტეთ რეჟისორი. და ამას შეეწინააღმდეგა აქედან უკვე მაშინ ჟევარდნაძე და მთელი ქართული ინტელიგენცია. არ ვიცი. აი რეზომ რაც მოყვა ეს იყო, რომ აი ტელეფილმა და აი გაატარეს და ამ რეზომ გაიტანა და კინოთეატრებში არ ყოფილა პრემიერა. ტელეპრემიერა იყო 84-ში და 87-მდე არ გამოსულა. ტელევიზია იყო შემოფარგლული მარტო იმ სახელმწიფო თუ რაღაცით სადაც იყო. ამას დიდი მასშტაბი არ ქონდა. სოფლიო მასშტაბი ვერ გაიტანდი ამას და იმით გავუშვეს ამიტომ ხო და და ამიტომაც ამდენი წელი რომ თაროზე იყო შემოდებული 87-ში, როდესაც უკვე აჩვენეს კინოთეატრებში 1988 წელს წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე.